საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე. საღამო მშვიდობისა ბატონ მამუკა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. ბევრ თემებს შევეხებით დღეს, ძირითადად გეოპოლიტიკურ საკითხებზეც ვისაუბრებთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ასევე თუ რა ტრიალებს ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყნის გარშემო, ზეწოლა თითქმის ყოველდღიურია, აქ იგულისხმება დასავლეთის ქვეყნები, ის ემისრები, რომლებიც ასევე სტუმრობდნენ საქართველოს და აი სულ ახალი ინფორმაცია, ჯო უილსონი, ეს არის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, ამბობს ასეთ რამეს, რომ დონალდ ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს 29 დეკემბერს, საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას უნდა ელოდოს პასუხს, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ეს უკვე არის მუქარანარევი განცხადება, თან როგორც ჩანს იკვლევენ იმ რეალურ პოლიტიკურ სურათს, რასაც ეყრდნობა მართველი ძალა, ქართული ოცნება, ვინაიდან მხოლოდ იმ განცხადებებმა, იმ კრიტიკამ, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისმოდა ხელისუფლების მიმართ, ამან არ იმუშავა. როგორც ჩანს ხვდებიან, რომ მეთოდოლოგია ან მოუძველდათ, ან უბრალოდ ქართველები უფრო გამჭრიახები და ჭკვიანები აღმოჩნდნენ, რომ არ აყვნენ ამას. ახლა უფრო მეტი კონკრეტიკა არის აი ამ განცხადებაში. ანუ პირდაპირ ტრამპს იშველიებს და ამბობს, რომ ტრამპი უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს. თქვენ როგორ შეგვიძლია რომ ეს ფრაზა უილსონს ათქმევინეს. იმიტომ რომ მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელისა, მისი ორგანიზაციის და მისი პოსტიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მე მგონია რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები უნდა ქონდეს ახლა მას იქ. და რაც შეეხება მისი პარტიული მიკუთვნილებიდან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც დაკავშირებულია, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ მდგენელთან, ხვალინდელ დღესთან, კანადის საკითხი მოგეხსენებათ, გრენლანდიის საკითხი და ბევრი სხვა. პანამის სრუტის და ბევრი სხვა. მაგრამ ეს რესპუბლიკელია, გარდა იმისა, რომ ამ ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარეა. ხო. მოკლედ, ისეთი როგორც ჩანს, გლობალური ცვლილებები იგეგმება ტრამპის სახლში მისვლის მერე. არ მგონია, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის საკითხი იყოს მნიშვნელოვანი. მაგრამ მოდი დავიღოთ ვარიანტად, რომ მნიშვნელოვანია და საქართველოს საკითხი ზოგადად. ავიღოთ ეს ასე დავთქვათ. მაინც მგონია, რომ ეს ფრაზა, ასე ვთქვათ, ხელოვნურია. მე არ ვიცი ახლა რას გულისხმობდა ეს უილსონი, რა შეიძლება მოხდეს. მე მგონია, რომ ვისაც ეხება ეს ფრაზა, იმან უფრო იცის რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ ყველა ეს განცხადებები ჯერჯერობით არის ჭიქაში კარიშხალი, იმიტომ რომ არავინ არ იცის, როგორი გადაწყვეტილებების, ასე ვთქვათ, კომპლექსი იქნება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია დაიწყებს სრულფასოვნად მუშაობას. და მდგომარეობა, რომ კარგი არ არის, არამისთვის არ არის საჭირო უილსონის ფრაზები და არც არავისი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ვატყობთ. მე ბევრად უფრო მაღელვებს ის ვითარება საქართველოში, რომ არის შექმნილი იმ კუთხით, რასაც ქვია საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირება, პოლარიზაციის უმაღლესი ხარისხი. ის რომ ქუჩაში უკვე ახალგაზრდები ერთმანეთს გაუთავებლად ურტყამენ. დარტყმას ფიზიკურ შეხებას არ გულისხმობ, მხოლოდ გულისხმობ დაპირისპირებას, სიტყვიერი იქნება თუ სხვა ფორმის. ეს ერთმანეთის სიტყვებს აღარ ვიხმარებ. იარლიყები არის კი. კი, არა, იარლიყები არ არის, ზიზღია. აი ხო მე ერთხელ თქვი და კიდე ერთხელ ვიმეორებ, ქალაქში არის ის რომ შეხედა ვითარებას, ეს დაბეჭდება გრჩება, რომ ზიზღის სმოგია ქალაქში. კი. სოციალურ ქსელებსა ოჯახების გახლეჩვა და ასე შემდეგ. მოკლედ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მე რაც მაწუხებს და მოაზროვნე ადამიანებს, ხოებსაც და ჩვენი თაობის წარმომადგენლებს უფრო მეტად ეს არის ის ნაპრალი, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა და რომელსაც პირის შეკვრა მე მგონი ჩვენ ვეღარ მოვესწრებით. აი ესე იყო მაშინ 91-ში და ის ტრამვა, რომელიც მაშინ ერმა მიიღო, წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე ესეა.
მიზეზი რა არის ამისი უპირველეს ყოვლისა, აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება მხოლოდ სოციალური ფონი, ან გაჭირვება, ან ეს ფენების დაყოფა, რომლებიც ვთქვათ, უფრო ნაკლები პროცენტი არის საკმაოდ მდიდრები, რაღაც პერიოდი იყო საშუალო ფენის ისეთი საფუძვლები ჩანდა, რომ ყალიბდებოდა ეს საშუალო ფენა, მაგრამ ახლა პრინციპში ავტოპარკს თუ გადავხედავთ, ეს 20 წლის მანქანებითაა სავსე და ანუ ეკოლოგიაზეც ისახება. ეს არ იგულისხმება, რომ ყველა მოძრაობს არა ვთქვათ, ორი ფეხით, არამედ 4 ბორბლით. ან მიზეზი რა არის ძირითადად, რომ აი ამ დაპირისპირებამდე მივიდა ხალხი. ეს ხომ ორ დღეში არ ხდება ასეთი. გასაკვირველია, მოდი ესეთი ანალიზი შემოგთავაზებ, თუ ჩვენი მაყურებლისთვის მისაღები იქნა. ჩვენთან ქუჩაში მასიური გამოსვლა ადამიანების საზოგადოებაში გახლეჩვის ფაქტორის გაჩენა დაპირისპირება არასოდეს არ არის განპირობებული ამ სოციალური მიზეზებით, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. შეიძლება რასაკვირველი ადამიანების დიდი ნაწილი იყოს უკმაყოფილო სოციალური ვითარებით, მაგრამ ამისთვის ქუჩაში არ გამოდიან, ამისთვის ერთმანეთს არ ერჩიან, როგორც ეს. კი, მთავრობა ილანძღება, პოლიტიკური ელიტა ილანძღება, ვიღაც კონკრეტული თანამდებობის პირები ილანძღებიან, მაგრამ ამისთვის ქუჩაში გამოსვლა არ ხდება. 99 წლიდან ვიდრე დღემდე გამოსვლა ხდება ერთი მიზეზის გამო. ეს არის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობასთან, საქართველოს სუვერენიტეტთან და ორიენტაციასთან. აი ამ სამი საკითხის გამო ხდება ხოლმე გამოსვლა საზოგადოების და შესაბამისად დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახლა აქედან დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ქართულს გენეტიკურად აქვს გამახვილებული ესე განსაკუთრებული აქცენტი დამოუკიდებლობაზე და თავისი სახელმწიფოს თუ მოდი ესე ვთქვათ, თავისი იდენტობის შენარჩუნებას. ეხლა რა ფორმით არის, რამდენად არასწორი ფორმით გამოხატავს, ან სწორი ფორმით გამოხატავს, ეს მეორე საკითხია. საბოლოო ჯამში არაერთხელ მithkomს და კიდე ახლა ერთხელ მეორე. ჩვენ ვცხოვრობთ ლაბორატორიის რეჟიმში, როდესაც საკუთარ თავზე ვაკეთებთ ცდებს. ამ ცდების შედეგებს ცდილობენ სხვებმა ისწავლონ ამ ცდების შედეგებზე. რამდენად გამოსდით ეს მეორე საკითხია. ბალტიისპირელებმა აქტიურად ისწავლეს შუა და შესაბამისად იქცევიან კიდევაც. ყოველთვის ჩვენ არ შეცდომებს არ უშვებენ და უკრაინელებმა მაგალითად ვერ ისწავლეს შუა და იგივე შეცდომები გაიმეორეს ზუსტად რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ გარდა იმისა, რომ ლაბორატორიაში ვცხოვრობ საკუთარ თავზე ცდების კეთების ლაბორატორიაში. კიდე აქედან არის ესეთი რომ მუდმივად საბოლოო ჯამში გამოდის რომ მთელი საზოგადოება და მთელი ქვეყანა არის მუდმივი სტრესის რეჟიმში. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ბევრი რამ რაც გვაკლია, აი ამ სტრესის შედეგია. ხა მე არ ვლაპარაკობ ის რომ განათლების სისტემა არასწორი ვთქვათ, სოციალური პრობლემების მოგვარების ესეთი სისტემური მიდგომა არ არსებობს. სოფლის მეურნეობა ჩავარდნილი, ამას არ ვამბობ. აი ზუსტად ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ერში არის, ეხლა ეს არის უბრალოდ ზედნაშენია. აი ფსიქოლოგიური ტრავმას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, რაც განაპირობებს პრაქტიკულად იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის ტემპი მუდმივად არის არასტაბილური. ხანდახან ვარდება ხოლმე სერიოზულად. და ჩვენ იმდენს მიზამთ, რომ ამ ტემპს საერთოდ გავაჩერებთ. თქვენ რა გაძლევთ მაგის თქმის საშუალებას, რომ ამ ტემპს ჩვენ საერთოდ გავაჩერებთ. ეხლა ხელისუფლებას თუ დავაკვირდებით და ანუ აქ იყო საუბარი სხვათა შორის ამ ჯო ვილსონმა ეს განცხადება რო გააკეთა, პრინციპში ის რომ ტრამპი დაპირისპირებულია უფრო მეტად ჩინეთთან ვიდრე რუსეთთან, რა თქმა უნდა, შესაძლოა იგულისხმებოდეს სწორედ ის, აი კონკრეტულად არის ასეთი ფრაზა, რომ თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია რას მოიმოქმედებსო. აქ იგულისხმობს სწორედ იმას, რომ თუ კი ვთქვათ, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აქ გაივლის შუა დერეფანი. ამოქმედება ადრე თუ გვიან, აი კონკრეტული დედლაინიც აქვს უკვე ანაკლის სპორტთან დაკავშირებით გამოცხადებული. ეს ხომ არ არის ერთ-ერთი აი ეს მიზეზი, რაც იწვევს ასეთ განცხადებებს, იმიტომ რომ ტრამპიც ახლა სულელი კაცი არ არის, ფინანსისტია, მას ინტერესები საკმაოდ ბევრი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ხელისუფლების ის გათვლები და იმედები ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დღეს თქვა, რომ თუ ტურბულენტურობა გაიზრდება ქვეყანაში, ჩვენ მაინც
მედგრად ვიქნებითო, მედგრად ვიდგებითო. აი, როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში, როდესაც ტრამპი უკვე მაგიდაზე დადებს მთელ ამ სიას, რა საკითხები უნდა გადაჭრას. პორტალი Axios-ი, ცნობილი, დაუთვლიათ კიდეც რამდენი 33 ჯერ უთქვია ბოლოს რამდენ ხანში აგვარებს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას. 23 ჯერ უთქვამს არალეგალებს როგორ უცებ მოაშორებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. და მთელი ეს პუნქტებია ჩამოთვლილი, რა გეგმები აქვს და აი რაც შეეხება საქართველოს. იმედებზეც იყო ლაპარაკი. თქვათ ის რომ ტრამპიც კონსერვატორია თავის ბუნებით, თავის შინაარსით, თავის მიზნებით, რაც აი ამ ტრანსგენდერების და LGBT-ების აკრძალვას შეეხება, ქართულმა ოცნებამ ბოლოს ასეთი კურსი დაიჭირა. ეს საკმარისი იქნება ამ ყველაფრისთვის, ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი კონსერვატორი. ხო, აი თქვენ ბოლოს თქვით რომ ეს ყველაფერი რო არ შეჩერდეს ამის საფრთხე არსებობს და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ აი ეს განვითარება, რაც პრინციპში დასახული აქვს ხელისუფლებას და რა იმედებსაც ამყარებს. მე მაგალითები მოვყევი უბრალოდ ეს შუადერეფანი და პორტები. ჯერ ვიდრე გამგანზე გადავიდოდენ ვირას ლაპარაკობს. მოვლენების განვითარების ლოგიკა რაში მდგომარეობს, აი იმაზე ვისაუბროთ 1-2 წუთით, ესე ჯობია ალბათ. მოდი ესე ვთქვათ. ისე მოხდა, რომ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე იკვეთება ძალიან მსხვილი მოთამაშეების ინტერესები. როგორც სოფლიო მასშტაბის, ისე რეგიონალური მასშტაბის მსხვილი მოთამაშეების. მე ამ მოთამაშეებს ჩამოვთვლი მაინც. რომ საქმე ზოგიერთ საქმეში ჩავხედა მაყურებლისთვის, რომ ნათელი იყოს. ერთი მხრივ ეს არის რუსეთი, მეორე მხრივ ეს არის ჩინეთი, რომელიც ახალი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში. მეორე ეს არის, მესამე ეს არის ევროკავშირი, მეოთხე ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ჩვენ რეგიონთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ინტერესების განსხვავდება რაღაც ნაწილში ერთმანეთისაგან. უკვე განსხვავდება. და ამის თაობაზე ვისაუბრებ, რატო განსხვავდება. გარდა ამისა, რეგიონალური მოთამაშეები ისეთი როგორიც არის თურქეთი, როგორიც არის ირანი და პლუს როგორიც არის კოლექტიური არაბული სამყარო. ხო ვიღაცა ეკითხა შუაშია არაბული სამყარო. მივალთ მაგამდეც. შეიძლება შუაში კი არა თავშიც იყოს მთელი სიტყვები და პირველი ორგანიზაციები არაბული სამყაროს, ესე ვთქვათ, კოლექტიური სამყაროს წარმომადგენლები 1992 წელს გაჩნდა კავკასიის რეგიონში. ნუ ეს სხვა საკითხია. მოკლედ ყველას ამაქვს თავთავის ინტერესები აქვს. აღარ ვლაპარაკობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტერესებზე. იმიტომ რომ პრაქტიკულად მინდა ძალიან ისე სწორად ვიყო გაგებული. ამ სამი ქვეყნის ინტერესები არავის მანდამაინც არ აღელვებს. ყველას აქვს თავისი ინტერესები. ამ სახელმწიფოების ინტერესები ხომ მანდამაინც არ აღელვებს, პლუს ამ ხალხების ინტერესები არავის განსაკუთრებით არ აღელვებს. კიდე ერთხელ მეორე ყველას თავისი ინტერესები აქვს. და აქედან გამომდინარე ეს ლოგიკა არსებობს და ამიტომ ჩვენ შესაბამისად უნდა მოხვდეთ. რა ტიპის კვანძი იკვრება რეგიონში? ეს არის ყველაფერს თავად დავანებოთ დასავლეთის სავაჭრო გზა შუა დერეფანი და ჩრდილოეთ სამხრეთის სავაჭრო გზა პეტერბურგი-დელი. ეხლა აქ იკვეთება მანდამაინც. ეს ერთი შეხედვით ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე შეხედვით თავისი უზარმაზარი რისკების შემცველია. პლუს აქ არის კასპიისა და შავი ზღვის აუზის ენერგომატარებლების სისტემა, პლუს არის უსაფრთხოების სისტემა, რომელისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს და რომელიც ერთი ჩამოთვალეს. იმდენი გამოწვევაა ჩვენი პატარა რეგიონის მიმართ არსებობს ეს გამოწვევები და იმდენი აქტორი მონაწილეობს ამაში ყველაფერში, რომ კიდე არ გათავართ. ჩტი პოლიტიკური გორდის კვანძი. გორდის კვანძია. ნამდვილად და უნდა ითქვას, რომ რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ეს არის ტრადიციული მიდგომების გაგრძელება, ჩვენი ტრადიციული მიდგომების, იგი ბრძოლა ვექტორსა და ესე იგი სახელმწიფო ვექტორსა და ორიენტაციაზე და გარდა ამისა, ეს არის თქვა იმის ილუსტრირება, რა ტიპის ინტერესები აქვს მავანს. აი ეს არის რაც გვაქვს. ეხლა ამ სიტუაციაში როგორ მოვახერხებთ სახელმწიფოებრივი შენარჩუნებას? ეს არის რთული სათქმელი, იმიტომ რომ ეს ამ სიტუაციაში გამოძრომა პატარა ქვეყანაზე აქვს ლაპარაკი. ხოლო იმ შემთხვევაში შეუძლია თუ არის კონსოლიდირებული ერი და ხელმძღვანელობა, თუ არის პოლიტიკური ელიტა, ამას ხაზს უსვამ. მარტო თავრობაზე არ მაქვს ლაპარაკი.
პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება თუ არის კონსოლიდირებული. პოლიტიკურმა ელიტამ და საზოგადოებამ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების გამო თვითონ შიგნით თავის სახელმწიფოს შეუძლია ერთმანეთს საყვედურები უთხრას, აგინოს და ასე შემდეგ, მაგრამ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით უნდა იყოს კონსოლიდირებული. ეხლა ამ კონსოლიდაციაზე ხო ვერ ილაპარაკებ, რა ტიპის კონსოლიდაცია შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც სხვადასხვა სიგნალები მიდის ქვეყნიდან ჩვენს პარტნიორებთან, ფსევდოპარტნიორებთან, მტრებთან თუ უბრალოდ მაყურებლებთან. ბატონო მამუკა, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ნუ ის ჩანაწერი 78 კონსტიტუციაში ვიცით. ოპოზიცია აპელირებს მაგაზე, რომ რა შეიძლება დაერქოს, ანუ ხელისუფლება ატყუებს, ლავირებს, ცდილობს, მაინც კონსტატაცია არის იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ 2030 წლისთვის, როდესაც მომდევნო ტალღა შეიძლება იყოს ამ ევროკავშირში გაწევრიანების, ანუ გაფართოების, როგორც თავად გეგმავენ, მაგრამ თუნდაც ეს ოპოზიცია თვალებს არ უსწორებს იმ რეალობას, რა მდგომარეობაში არის ახლა თავად დასავლეთი ჩავარდნილი. აქ იგულისხმება ეკონომიკური ის ბუმერანგი, რაც დაუბრუნდა რუსეთთან დაპირისპირების შედეგად. ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი მიზანი ჰქონდა მას ახლა პრინციპში დღევანდელ რუსულ ანალიტიკას გადავავლე თვალი, რუსები ასე მსჯელობენ, რომ როდესაც ბაიდენმა და ბლინკენმა დაგეგმეს უკრაინაში ომი. აი პირდაპირ ასე წერენ. ისინი მისდევდნენ ორ მიზანს. ერთი რომ ჩამოეშალათ რუსეთი, ანუ ზიანი მიეყენებინათ რუსეთისთვის და პარალელურად ასევე ზიანი მიეყენებინათ ევროკავშირისთვის. ჩვენ რადგან მედგრად დავდექითო, რუსები წერენ, ეს არ გამოუვიდათ და ცხვირი დაარტყესო. მაგრამ სამაგიეროდ გამოუვიდათ მეორე კომპონენტიო, რაც ევროკავშირს გულისხმობსო. და ჩვენთან ეს ხალხი, ეს საზოგადოება, ნუ ახლა ხომ თვალები უნდა გაუსწოროთ სიმართლეს. მართლაც იქიდან დიდ პროცენტს ნამდვილად უნდა რომ ევროკავშირის ვექტორზე ვიყოთ, ანუ წარმოუდგენია თავი შინ ევროპაში, როგორც ამბობენ, თუ შიგ ევროპაში, რა მნიშვნელობა, როგორც გნებავთ ისე გავიგოთ ეს. რა იგულისხმება ეს ევროპა მთელ ამ ფუზგენგერცონებს, რაც გერმანიაშია ლამაზი ეს მორთული ეს ქუჩები, აქ გადმოიტანენ უცებ უმალ. დიდი ფულადი სახსრები წამოვა და მეორე დღეს ყველა გაღიმებული ივლის თუ, აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენადაა რეალური, რომ თუნდაც 2030 წლისთვის ამ გაერთიანებაში საქართველო აღმოჩნდება და თავად ევროპა იტყვის თუ არა საქართველოსთვის კი ის მობრძანდით ჩვენ გელოდებით. ნუ ახლა კი ამბობენ, მაგრამ ეს ხო გასაგებია, რომ ანგაჟირებულობით და ეკითხვა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ათქმევინოს, ხას უსვამ ამ სიტყვას, ევროპას კი. 2030 წელი იქნება 2029, მას არ აქვს გადამწყვეტ მნიშვნელობა და რატო? იმიტომ რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ესე ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა ამ წლების განმავლობაში არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია ვერ გამსაზღვროთ. რა როლი უნდა გქონდეს აი ამ ვითარებაში. გოგი გეგეჭკორი რო ამბობს იქ სატაგრძელოს დათა თუთაშხიაში. მისი გმირი, ხო? თუნდაც ფუნქცია რა მე ხშირად მქონდა საუბარი იმის და ეხლა მე რა მქონდა საუბარი ამ შემთხვევაში, თავარი არის ეს ფუნქცია ვერ განსაზღვროთ. და ფუნქცია, ესე ვთქვათ, მე ამ შემთხვევაში ოფიციალურ ფუნქციას გულისხმობ, თორე იდეის და იდეალების დონეზე მქონდა ამაზე საუბარი, არაერთხელ რომ ფორტპოსტი დასავლეთის ისევე როგორც ისტორიულად იყო, რომ ბიზანტიის, ესე ვთქვათ, გაგრძელება ვიყავით ერთგვარად რეგიონში, ანუ ევროპის გაგრძელება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო, ასე ვთქვათ, საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის დონეზე ასული ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვამბობ ამ შემთხვევაში ოფიციალურ სტატუსს. ოფიციალურ სტატუსს იმასაც კი ვერ მივახციეთ, რომ საქართველოს ქცეული იყო რეგიონის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ჰაბად. აი კავკასოს ცენტრიზმი, რასაც მე ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ, რომ ეს ამ იდეის პოპულარიზაცია მოვახდინო, სამწუხაროდ ამანაც კი ვერ იმუშავა. ზუსტად იმის გამო, რომ გადაყოლილი ვარ სხვა თემებს. გადაყოლილი ვარ, სიტყვა არ მეშლება. გადაყოლილი ვარ სხვა თემებს და ფუჭად ხარჯავ დროს და ამ ლაბორატორიის თემას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ. კარგი. ეხლა საბოლოო ჯამში მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ
ეს არის ტრადიციული გენეტიკური მეხსიერების დონეზე ორიენტაცია საქართველოსი ევროპისკენ. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ევროპისკენ ორიენტაცია იმით არ არის განსაზღვრული, რომ არიქა ჩვენ ვიღაცა სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან გვაწუხებდა. ეს არის ერთგვარი კულტურული კავშირი, ეს არის ფსიქოლოგიური კავშირი და ბევრი სხვა რამ. მოკლედ, მე თავით ვამთავრებ რითაც დავიწყეთ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ევროპა, რომ რა თქმა უნდა, კი თან თანხმობა ოღონდ, აი ეს იძულების ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენი წარმატებებით უნდა ვაიძულოთ. ამ შემთხვევაში არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმ ფასეულობების თავზე მოხვევაზე, რომელსაც ისინი ძალით ცდილობენ, რომ მოგვახვიენ. ამ შემთხვევაში არის ისეთი სისტემის აწყობაზე, როცა შენ ესე ვთქვათ, ეროვნულობას თუ სახელმწიფოებრიობას თუ სუვერენიტეტს განსაკუთრებულ პატივს, მაგრამ გარკვეული გეგმით მიდიხარ. ჩვენ არ მივდივართ გეგმით, ჩვენ მივდივართ ეკლექტური პროცესით, რა ხან იმას ვაკეთებთ, ხან ამას ვაკეთებთ, ისიც გვინდა, ესეც გვინდა, ვერ გადავწყვიტეთ ზუსტად რა ფუნქცია გვაქვს, რა ორიენტაცია გვაქვს, მე ამ შემთხვევაში არ ვამბობ მხოლოდ პოლიტიკურ ორიენტაციას, ამ შემთხვევაში ვამბობ სოციალურ-ეკონომიკური ორიენტაციას. და საბოლოო ჯამში ვიხებთ კი არა, ხშირ შემთხვევაში ერთ ადგილს ვდგებნით. აი ეს არის ჩემი. მაგრამ ის იმპერატიული ტონი, ეხლა ბატონო მამუკა, ეხლა ჩემი სუბიექტური ხედვა შეიძლება იყოს ეს, მაგრამ თავიანთი მენტალიტეტიდან გამომდინარე და აქ რელიგიური ფაქტორებიც ალბათ განაპირობებდა ისტორიულად, ეხლა ის კათოლიკურ პროტესტანტულ სამყაროს გულისხმობ ევროკავშირში არიან ეშმაკები. ამ ცუდი გაგებით არ ვამბობ ამ სიტყვას. ანუ ეშმაკები იმ თვალსაზრისით, რომ ბევრს წარმოუდგენია აქ, რომ უცებ საქართველოს დაემსგავსება ელდორადოს რაღაცას. ანუ აი როგორც ბორელი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ აქ მხოლოდ 60-ე, სხვა დანარჩენები არის ჯუნგლები. და ეს არ მოხდება, მაგრამ მათი ეს განცხადებები, როგორც ცდილობენ პარიტეტს კი არ უსვამენ ხას, რომ თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთი ნაბიჯი გადმოიდგმება თქვა აქიდანაც მეორე. მაგრამ მათ აქვთ ეს იმპერატიული ტონი, რაღაც გეგონება ესეთი როზგი უჭირავთ და ჭკუას გვარიგებენ. თან ეს ჭკუის დამრიგებლობა უკვე იკვეთება, აშკარა ხდება, ვისაც ახლა მედიასთან აქვს კავშირი, ვინც იცის სტრიქონებს შორის კითხვა, ჩანს რომ უტიფრობაში გადასდით. მთელ რიგ აი იმ ევრობონზებს ასე ვიტყოდი. განცხადებები ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრია. და აქ ხომ არ არის იმის ელფერი, რომ რადგან ახლა რეალურად მათ გაუჭირდათ და უკვე ვთქვი, რატო გაუჭირდათ ამ რუსეთთან დაპირისპირების გამო, რეცესია ევროპაში მთლიანად. არის ასეთი მეთოდი ერთგვარი, რომ გაღმა გადავების, ანუ უნდათ რომ თავი გაგვანებონ და ყველაფერს ჩვენ გვაბრალებთ. არა, შეიძლება რომ ასეთი არავითარი თანხმობის განმებაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორებ, ამ რეგიონის კონტროლი უნდა ყველას, ვინც მე ჩამოვთვალე ზემოთ. და საკმაოდ კატეგორიულად ვამბობ, იმიტომ რომ ლოგიკა ამას ვკარნახობს. ეხლა მაგალითად, აი ავიღოთ, სულ პატარა მაგალითს მოვიღო, 3 ევროპული ქვეყანა: უნგრეთი, რუმინეთი და ავსტრია. რომელიც არის ელოდება იმ მომენტს, როდის ჩაიდება ეს კაბელი შავი ზღვაში, რომელიც ენერგეტიკული რესურსის მიწოდებას გულისხმობს აი ამ პირველ რიგში ამ ქვეყნებისთვის. დასაკუთრებით მე ისინი გარკვეულწილად ჰაბის ფუნქციას იძენენ ენერგეტიკის გავრცელების დანარჩენ ქვეყნებში, განსაკუთრებით ბალკანეთზე, აქ თვალით დადგმული. მათ მეზობლებს დღეს ისტერიკა აქვთ, იქ ფინეთში, ეგ ზღვაში გაწყდა ზუსტად ასეთი კაბელი, ხო, გამოვიდა ეს ვერ მიაღწევს მათ ჩვენი კაბელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბალკანეთისთვის ეს არის აი რუმინელები მაგალითად თვლიან რომ ხვალზე ისინი დაიწყებენ ბალკანეთის ქვეყნების მომარაგებას დეფიციტური ელექტროენერგიით. ძალიან მნიშვნელოვანია მეთქი ამას ვამბობ. ეხლა პლუს ეს ერთადერთი ქვეყნების ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებით ეჩქარება აი ამ შუა დერეფნის ამუშავება არის ზუსტად აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვისპირეთის ქვეყნები და მათი მიმდებარე ქვეყნები. იქნება ეს იგივე ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა მე გეოგრაფიულ ეკონომიკაზე არ დავიწყებ საუბარს, მაგრამ მე მგონი მისახვედრი მიხვდება.
მოკლედ, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის ინტერესების წინააღმდეგაც მოქმედებენ. ბალტიის ქვეყნებია მაგალითი. ისინი საპირისპიროდ განიცდიან აქ შუა დერეფნის გახსნას დამკარგლებს, იმიტომ რომ ბალტიკაში პორტები რჩება. დასაკვირველია, ეხლა სხვადასხვაურის მაინც რო არ ვიყო, მაინც რო სწორად ვიყო გაგებული ორ სიტყვით დავამატებ. ევროპის ეკონომიკა სერიოზული პრობლემები დაუდგა, ძალიან სერიოზული. და არა მარტო ეკონომიკას, არამედ უსაფრთხოებას, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ამ უსაფრთხოების იმ სისტემებით, რომელიც მათ ჰქონდა და რომელსაც მიეჩვიენ და კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ეს სისტემები ასეთი კონფლიქტის შემთხვევაში ვეღარ იმუშავებს მასშტაბით. და ეკონომიკურად პრობლემები შეექმნათ. მაგრამ რუსეთსაც პრობლემები შეექმნა სერიოზული, მე შემიძლია გითხრათ უბრალოდ აი სამი მოცემულობა, ეს არის ის, რომ დეველოპერულ დარგში არის კრახი, ისევე როგორც ჩინეთში, ძალიან მძიმე მდგომარეობა, ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობა რუსეთისთვის იქ შეიქმნა სანქციებმა იმუშავა. ეს არის რკინიგზის დატვირთვასთან დაკავშირებით, სანქციების გამო და ჩინური ტვირთია ვეღარ გადის ევროპაში რუსული რკინიგზით და არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ესე იგი, ქვანახშირის წარმოებაში და ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნა მანქანათმშენებლობაში. კამაზის, თქვათ, ქარხანა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და კამაზი მაგალითის მოვიყვანეთ, რომ დანარჩენის უყურებ. მოკლედ, და ბევრი სხვა დარგში ახლა. ეს სანქციების შედეგია. მოკლედ, პრინციპში, როგორც ხდება ხოლმე, პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს იქნება თუ ასეთ შემთხვევებში, რასაკვირველია, გამარჯვებული გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლა პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ გამოვა, ამდენად გამოვა გამარჯვებული, ეს უკვე ტრამპის ხელისუფლების დროს გამოჩნდება, იმიტომ რომ ბაიდენის ხელისუფლება გამარჯვებული ვერ აღმოჩნდა. ხო, მოკლედ, ახლა რაც შეეხება აი ვითარებას, რომელიც მე მგონი ამ კითხვაზე უპასუხია, რა. ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ მაინც აი პროგნოზი ცოტა ახლა მესმის რომ რთული თქვენთვის არ არის პრინციპში რთული ამდენი წლები ანალიტიკაში ხართ, მაგრამ რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს მიმართ თუნდაც ტრამპი, როგორ ფიქრობთ თქვენ? იმიტომ რომ მედალს ორი მხარე აქვს. ნახეთ, ერთ-ერთ გადაცემაში ადრე ვთქვი, ახლა ნაწილი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპს გაპრეზიდენტებამდე უფლებამოსილებაში შესვლამდე უტოვებს ყველგან ნაღმებს. რომ მეტი ასე ვთქვათ, გადასაწყვეტი ანუ ბევრი დრო უნდა დაკარგოს, რომ ეს საკითხები გადაწყვეტოს, რა ნაღმებსაც უდებენ. მაგრამ მეორეს მხრივ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს საგარეო საერთოდ ზოგადად თავისი ესეთი ამბიციური და ჰეგემონური ხაზი ერთი აქვს და ეს მაინც ეს პაქს ამერიკანა მაინც არის იქ სუნთქავს. როგორ ფიქრობთ, ბაიდენი თუნდაც იმ შეხვედრის შემდეგ, როდესაც ტრამპი მივიდა მასთან თეთრ სახლში, პირიქით კოზირს ხომ არ უმზადებს, თუნდაც კავკასიაში. ახლა არა, ამერიკის შეერთებული შტატები ხა კოზირს უმზადებს თუ არა, რუსეთთან მოლაპარაკების თვალსაზრისით. შეიძლება რასაკვირველია, რომ ესე იგი მე ცუდი ვარ, შენ კარგი ხარ და დაახლოებით ესე იქნება და შენ უკეთად შეგიძლია თქვათ უფრო მეტი არგუმენტები გექნება. ნუ ეხლა ეს ხო საკამათოა, შეიძლება ასაც იყოს, შეიძლება ან უკრაინაში დავასრულოთ, მაგრამ კავკასიაში ჩემი ხალხია, შენ ვერ გიტანს. ანუ რუსეთს მე რამეზე მინდა შევთანხმდეთ. ეხლა პრინციპში აი რომ ამ გორგალზე რო გითხარით, ესე იგი ამ გზები რომელიც ერთმანეთს კვეთს, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის პრობლემები, საბოლოო ჯამში იკვეთება ესეთი რამ. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის თავარი რომელია ჩინეთიდან მომავალი გზის გაჩერება, რუსეთიდან მომავალი გზის გაჩერება ინდოეთისკენ. თუ ამ გზების კონტროლი. თან ინდოეთის ლავირებს, რასაკვირველია. და ინდოეთმა პრაქტიკულად იმდენად ეჩქარება ამ გზის ამუშავება, რომ აი ცოტა ხნით რამოდენიმე დღის წინ აიღო ის ირანული პორტი გლობალობაში კი არა და ამუშავებაში ხო, ნუ როგორც იჯარა იმისათვის რომ ამ გზას შეიაგებოს და მერე საზღვაო ტვირთები წაიღოს. მოკლედ აი კითხვა მთავარი. რა იქნება მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის? მე ჩამოვთვლი ვარიანტებს. ეს არის პირველი ვარიანტი, ეს რეგიონი ერთად აკონტროლონ, ბალანსი დაცული იყოს მსხვილ მოთამაშეებს შორის, მარტო აკონტროლოს თუ დათმოს. აი ეს ვარიანტებია. აი ამ ვარიანტებიდან რომელს აირჩევს ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ორმოჭრილი პარტნიორები. მაგრამ დაუთმობს ვის? დაუთმობს რუსეთს, ჩინეთს? შეიძლება ასე იყოს, ნათქვამი, რომ დაუთმობს რომელიმეს. ეხლა ეს ვერსიებია. მე მაგალითად არ ვთვლი, რომ დაუთმობს. მე მაგალითად ვთვლი, რომ მოინდომებს თვითონ კონტროლს. მთლიანად. მაგრამ ყველაზე უკეთესი იქნება, რომ ბალანსი იყოს დაცული და გარკვეულწილად
შეთანხმდნენ თამაშის წესებზე ამ რეგიონთან დაკავშირებით. რაღაც ვადაში. ხო, რაღაც ვადაში. ეს არის ჩვენთვის ყველაზე უკეთესი გამოსავალი, იმიტომ რომ აქ აი ამ გამოწვევების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ის მაგალითად რასაც ჩვენ ვეძახით პოლიტიკურ ისლამს. ეს ძალიან სერიოზული თემაა. ეს არის გამოწვევები, რომელიც ქვია დიდი ტურანის იდეის რეალიზაცია, რომელიც პრაქტიკულად არ არის თურქული იდეა, ეს არის სხვა ქვეყანა, ევროპულ ქვეყანაში ჩამოყალიბებული იდეა. აი, ბევრი საკითხი ისეთი, თვალშორის აი დავაკვირდეთ ერთ რამეს. ევროკავშირის ინტერესები ძალიან სერიოზულად არის რეგიონში წარმოდგენილი. მithumetes აი ამ შუა ტელეფონთან დაკავშირებით, ამ დროს საფრანგეთი უცებ თვითონ ახდენს დემონსტრირებას საკუთარი ინტერესების და ერევანში მოკლედ დღეს ფრანგულის გარდა ვერ წარმოუდგენია თუ სხვა აქტიორი არსებობს რეგიონში. სომხებით საფრანგეთის ნაკრებს გულშემატკივრობენ ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ფეხბურთში განსაკუთრებით. ვითარება ისეთი იქამდე მივიდა რომ ჩემი სომეხი კოლეგები მეუბნებიან კიდევ სასაცილო გახდაო ირანის ელჩისა და საფრანგეთის ელჩის ურთიერთობები როგორც სიამტკბილობაში გადავიდნენ. ამ დროს საფრანგეთის მიერ არის ირანი სანქცირებული, დასავლეთის მიერ მთლიანად და პლუს საფრანგეთს კიდე ცალკე ყავს სანქცირებული. და ამ დროს საფრანგეთის ელჩი და ირანის ელჩი მსჯელობენ იმაზე, რომ სომხეთს იარაღი როგორ მიაწოდონ ირანის გავლით. წარმოუდგენელ რამაზეა ლაპარაკი. საქართველოს გავლით აღარ უნდათ, ეხლა იმის გავლით. ბატონო მამუკა, აზერები ამბობენ, რომ შედის სომხეთში იარაღი. შედის საზოგადოებრივ. და ორადორი ვერსიაა და ორადორი ვარიანტი. აი თქვენ რაც თქვით, რომ ერთი არის ირანი, მეორე არის საქართველოს შავი ზღვის პორტი. საქართველოსთან შევიდა უკვე ერთხელ შევიდა, მაგრამ ეხლა იცი როგორ არის ისეთმა ფურმა დამწიხლოს შემზე მეც რო იწოლებოდეს ბაქოში არ შედის იარაღი თუ რა რუსული იარაღი იქნება პაკისტანიდან იქნება თუ სხვა ქვეყნებიდან ასე რომ ეს არ არის მთავარი ჩვენთვის სხვა რამეა რომ ორივე ჩვენი მეზობელი სამხედრო პოტენციალი ბევრად უფრო გაიზარდა ვიდრე წარმოგვიდგენია მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ მათ შორის ომი არ არის დამთავრებული ეს ერთ-ერთი გამოწვევაა ჩვენ ხო ვიცით რომ ზანგეზურის დერეფანი კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენ ხო ვიცით რომ რუსეთი ცდილობს დაბრუნდეს სამხრეთ კავკასიაში და ეს გზა მისთვის ამათ არის მნიშვნელოვანი და ამ გზამ არ უნდა რომ მარტო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაიაროს მე ჩრდილოეთ სამხრეთის გზას გულისხმობ არამედ უნდა რომ გაიაროს საქართველოს და სომხეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის რკინიგზის გავლითაც მათ შორის აფხაზების რამდგომარეობაში ყავთ დღეს რუსებს ჩვენ ვიცით ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. წლის ბოლომდე გამოუყვეს რაღაც ნაწილი ელექტროენერგიის გენერაციის. წლის ბოლომდე გამოუყვეს და თებერვლის ბოლომდე გამოუყვეს 125 მილიონი კილოვატი, რომელიც წელს უნდა რაღაცნაირად აითვისა. თუმცა რომ შეასრულოს აფხაზეთმა ის ვალდებულება, რაც აქვს იმ ხელშეკრულებაში, ინვესტიციების თვალსაზრისით. კი ბატონო. ეს უკვე ზახაროვამ ასეთი და ხო ეს სწორია ინვესტიციების თვალსაზრისით უნდა შეასრულოს და გარდა მაგისა არჩევნები მოდის კარზე და საინტერესოა ახლა ვის დაასახელებენ მაინც ჯერჯერობით ფშანიას გუნდის წარმომადგენელმა დაიწერა ქულები აი ამ ელექტროენერგიის მიღებასთან დაკავშირებით. მოკლედ ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული. აი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომელსაც აქვთ გულწრფელი პოზიცია თავისი. გულწრფელი და არა დაკავშირებული ან ხელისუფლების ჩაგდებასთან, ან კორუფციულ გარიგებებთან, ან რაღაც მაიმუნობასთან. აი ვისაც ჯერა თავისა გულწრფელად თავისი იდეისა, იმასთან ყოველთვის შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მე ამ ხალხსაც მინდა უთხრა, რომ ძალიან სერიოზულ ზაგასახარზე ვდგევარ, ძალიან სერიოზულზე. და აქედან გამომდინარე, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ ამაზე, თავისი მოთხოვნები იქნება თუ პროტესტი გააგრძელონ, რასაკვირველია, გარკვეული ფორმით, მაგრამ დიალოგის რეჟიმი უნდა შეიქმნას. თუ არ შეიქმნება დიალოგის რეჟიმი, აუცილებლად მოხდება ის, რაც ვის მამანს უნდა. ბატონო მამუკა, თქვენ ახსენეთ ზანგეზურის კორიდორი. სომხები ეწინააღმდეგებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ აზერბაიჯანი ჩქარობს და თავის საზღვართან უკვე ყველაფერი ააშენა. გამზადებული აქვს. გასაგებია, სომხებმა შეცდოს ხელი მოაწერეს ამ დატოვებას. ეს ერთი და მეორე, ახლა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეხვედრა იყო. პუტინის თამადობით ყველა ისხდნენ იქ, ვინც არიან ამ მასში, სხვათა შორის ირანს გამოუყვეს უკვე დამკვირვებლის სტატუსი. ყველამ ერთხმად ხარი დაუჭირა და ლუკაშენკო აქტიურობს ვალჩი გაატარა ასე ხატოვნად თუ შეიძლება ითქვას სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი. იქ ისეთი დიალოგიც იყო, ახლა ეს ექსპრომტად გამიჭირდება რომ ვთარგმნო, მაგრამ შენ რომ არ ჩამოდიხარ აქ, ანუ მაისში დაგეგმეს ხელმეორე შეხვედრა,
ჩვენ ხომ არ დაგეხმაროთ რომ აქ ჩამოგიყვანოთ თქვენ დელეგაციანად ანუ იგულისხმა ის რომ გამოუყოფენ პრინავს და ჩამოიყვანენ პაშინიანი პასუხობს რომ მე ჩავერთვები ონლაინ ხო და ონლაინ რო ჩაერთვები შეიძლება ჩვენ აქ ტელევიზორი არ გქონდესო ვერ შევხედოთ ეს ყველაფერიო ანუ ფაქტია რომ დაპირისპირება მათ შორის პაშინიანიც რაღაცას ელოდება და მანამდე ვახსენე სწორედ რომ აზერბაიჯანს უკვე მზათა აქვს თავის საზღვართან უკვე მიყვანილი ყავს ეს ზანგეზურის კორიდორი როგორ ფიქრობთ ბატონო მამუკა ჩვენთანაც ესეთი არ არის გამოკვეთილი ჩვენ ორივე ერთან ორივე მეზობელ სახელმწიფოსთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც გვაქვს მეგობრული ურთიერთობა ისტორიული მათ ყველაზე კარგად ესმით ჩვენი ისინი პირველები იყვნენ ვინც მიულოცეს თქვათ ამ ხელისუფლებას არჩევნებში ეს შედეგი ასევე იყო მილოცვა მიხეილ ყაველაშვილისადმი რომელიც 29-ში ინაუგურაცია შედგება მისი და ამ თემაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ჯერ გვაქვს საკმარისი დრო როგორ ფიქრობთ სანამ ამ ყველაფერ ამ მივალთ აქამდე არის თუ არა ეს ნაღმი რომ კავკასიაში მართლაც იფეთქოს მე სპეციალურად გავაკეთე ეს მონახაზი თქვა დაპირისპირება პაშინიანთან ესმით რომ ის არის გარკვეული ძალების მიერ მოყვანილი სომხეთის ხელისუფლებაში აქეთ აზერბაიჯანი არ ჩერდება ან მახდენს პერმანენტულად პედალირებას იქ ახლა თხოვენ კონსტიტუციის ჩანაცვლებასაც კი იმიტომ რომ იქ არის ჩანაწერი რომ ეს მთიანი ყარაბაღი არის სომხეთის ნაწილი და კონსტიტუციიდანაც ამოიღეთო რაღაცას ელოდებიან დროდამდე იქნება ეს ლოდინი და რა თქვენ როგორ ფიქრობთ რა შეიძლება მოხდეს ეხლა ნაღმი აფეთქდება თუ არა რომ მეუნებით აფეთქებული არ არის სამხრეთ კავკასია უკვე რამდენი წელია სხვადასხვა ინტენსივობის აფეთქებების სულ მიმდინარეობს ხან ომია ხან ომისთვის მომზადება ხან ომის შემდეგ ასე ვთქვათ ჭრილობების მოვლა და ხან რა მე ერთი რამე უნდა გითხრათ და ჩემი დაკვირვებით ესე გამოდის რაც მე მიმუშავია კონფლიქტოლოგიის ნაწილში მე ყოველთვის ეს დასკვნას ისე გამოვიტანე საბოლოო ჯამში რომ არც ერთ კონფლიქტების მოგვარების საქმეში ჩართულ მსხვილ მოთამაშეს კონფლიქტების ამოწურვა არ აწყობს. აწყობს შენარჩუნება გაყინვა ამ კონფლიქტებისა, იმიტომ რომ კონფლიქტების ჩართულობის აი ამ გაყინული konfliktis ვითომ მოგვარებაში ჩართულობა манипуляციის საშუალებას აძლევს. ხელს უწყობს მათ გავლენების გაძლიერებას რეგიონში. ესეა. ეხლა დავამთავრებ მოიწევთ. ხო და რაც შეეხება აფეთქებასთან დაკავშირებით, ეს პროცესი შენარჩუნება მაქსიმალურად ყველა ცდილობს რომ შეინარჩუნოს. თუმცა ერთ ნიუანსს დავამატებ. დღეს რუსეთის პოზიცია შეიცვალა. დღეს რუსეთში ერთმანეთს ესე იგი საყვედურს ეუბნებიან ხელმძღვანელობას გულისხმობ იმის გამო რომ სამხრეთ კავკასია ასეთი პოლიტიკა აირჩიეს ყარაბაღის კონფლიქტის ახალ ცხელფაზაში ყოფნის დროს და მიატოვეს სომხები. და ასე თვლიან ისინი ყოველ შემთხვევაში მიატოვეს თუ არ მიატოვეს თუ მიატოვებინეს ეს სხვა საკითხია. მოკლედ დღეს ცდილობენ როგორმე უკან დაბრუნდნენ სამხრეთ კავკასიაში. იმიტომ რომ სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მათთვის საქართველოს აღარ ამაქვს ლაპარაკი თავისთავად გავლენების გაძლიერების თვალსაზრისით და შეზღუდვის თვალსაზრისით თურქული გავლენების. თურქული გავლენების, იმიტომ რომ პრაქტიკულად სამხრეთ კავკასიაში ორი ქვეყანაა ესეთი, უბრალოდ დიდი კავკასიის რეგიონში თურქეთი და აზერბაიჯანი. თან ორივე ეკონომიკურად ძლიერი, თან ორივე ენერგომატარებლების მაკონტროლებელი. კიდევ მეტიც ახლა თუ დაიწყოს ცენტრალური აზიიდან საფრანგეთის მეშვეობით ამ ენერგომატარებლების ახალი ტრანზიტის სქემა თუ ამუშავდა, ეს თლად მომაკვდინებელი იქნება. თლად რუსეთისთვის. Ну, რა გითხრათ ახლა ეს რეგიონი არის ნაღმზედებს ისედაც. მაგრამ ამ რეგიონალურ პროექტებს ინერციით თანხდება რუსეთი, ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? თუნდაც 3+3 ფორმატი ავიღოთ და აქვე დავამატებდი თქვენ საინტერესო მომენტი ახსენეთ ეს თურქეთის ფაქტორი, როდესაც იგულისხმეთ, გუშინ ჩამოვარდა თვითმფრინავი, მსხვერპლი იყო სამძიმარიც იყო საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანული თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავდა გროზნოში. იქ მოხდა მოპილოტო საფრენი აპარატების დაფიქსირება, უკრაინული საპილოტო საფრენი აპარატების, შემდეგ შეიცვალა კურსი, გათიშული ქონდა ეს ნავიგაცია ზღვის თავზე კასპიაზე როგორ შევიდა და ცდილობდა დაშვებას აქტაუში, ანუ ყაზახეთში.
გავრცელდა მე ცნობები, რომ რუსული აეროდრომები არ იღებდნენ იქ, არ ვიცი ახლა რის გამო, მიზან მიმართულად რომ ამ სოსის სიგნალს თვითმფრინავი ავრცელებდეს და ვიღაცა მიზან მიმართულად თუ არ იუთხრას, არ მგონია ასე იყოს. ეთყობა რაღაც ტექნიკური თემა არის. როდესაც ეს თვითმფრინავი ჩამოვარდა, მე თავად ვიხილე ეს კადრები და სხვადასხვა რაკურსით იყო გადაღებული. მე ოპერატიულად იქ ყაზახეთში სპეციალური სამსახურები მივიდნენ. ნაწილი მგზავრების გადარჩა, ვინც უკანა ნაწილში იყო თვითმფრინავის და აი ზუსტად იმ ტრიმერზე, ანუ ეგრეთ წოდებული ხვასტაოეაპირენია ეს, სადაც ლონჟერონები და ნერვიურები ყველაფერი იქ იყო გამოსახული, სთი როგორც სხვილკალიბრიანი საფანტირო მოხდეს. ახლა დიურალია ხო ჩანს საღებავი თეთრი და ნაშთები იყო და უმალ გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე და დღეს უკვე ევრონიუსი დაბეჯითებით ესეთი წითელი ელვა იყო ნიშანი რომ აზერბაიჯანის წყარო რომელიც იქ სამთავრობო წრეებში რა თქმა უნდა გვარი სახელი არ იყო დაკონკრეტებული ამბობს რომ ეს მოხდა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტის მოხვედრა რუსული რაკეტის. ნუ აქ არ არის უბრალოდ დაფიქსირებული მიზან მიმართულად როგორც მალაიზიური ბოინგის თემა ყველა მიცის რომ რუსეთმა ძალით ისროლა ან უბრალოდ რუსული წარმოების შეიძლება თუნდაც უკრაინელებს კონდეს ეს რაკეტა. ხო და აი აზერბაიჯანული წყარო რო ავრცელებს ამას ცოტა შორს წავედი მაგრამ ეს უკავშირდება ამ აზერო-თურქულ ტანდემს. და მე მანამდე ვახსენე 3+3 ფორმატი. რაზეც ასევე რუსეთი ამბობს რომ და მონაწილეობს ამ შეხვედრებში. ხომ არ ნიშნავს იმას რომ თურანიც იყო ასევე ნახსენები რომ თუ აზერბაიჯანმა და თურქეთმა საბოლოო ჯამში როგორც პარტნიორი საქართველოს დაითანხმა ამ პროექტში მონაწილეობაზე თუნდაც აი ამ თვითმფრინავის ფაქტით აზერბაიჯანი მაინც თადარიგს იჭერს და ეს აზერო-თურქული ტანდემი რუსეთთან ურთიერთობაზე. ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ თვითმფრინავი ახლა პირდაპირ ვერ ვიტყოდი რომ პირდაპირ კავშირში ამასთან ყველაფერში, თუმცა მეც მაქვს ინფორმაცია რომ თვითმფრინავის შემთხვევით არის ჩამოგდებული, ოღონდ რატომღაც მე მგონია რომ რაკეტის მოხვედრის შემთხვევაში სხვანაირი შედეგი იქნებოდა ვერ გატარჩებოდა ვერავინ. მე მგონი სხვა ტიპის შეცდომა მოხდა იქ, ნაწყვიარები აშკარად ეთყობა, ნაწყვიარი დავარქვათ იმას. მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, ალბათ მე მგონი გაირკვევა ეს ყველაფერი, თუმცა პროპაგანდისტული თვალსაზრისით ეს თემა აზერბაიჯანელებმა გამოიყენეს სათავეს. თან ევროკავშირმა ევროკავშირს ჩააწოდეს ასე ვთქვათ. ხო, და ისე დაბეჯითებული როგორი თემაა, რომ ესე იგი თურქეთი და აზერბაიჯანის პოლიტიკა რეგიონის მიმართ არის თანხმედრაში. თუმცა არის თემები, რომელიც განსხვავებული, მაგალითად ისრაელთან დაკავშირებით, თურქეთს სხვა პოზიცია აქვს, აზერბაიჯანს სხვა პოზიცია აქვს, მაგრამ რეგიონთან დაკავშირებით თანხმედრაშია და ესეთია, ასე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯი განვითარებადი ეს გეგმა. არც არის აქ გასაკვირი, რაც სულად იქცევიან თუ კარგად ამაზე არ ვლაპარაკობ. თავისი მიზნები აქვს და ამოცანები. მე ამას ყოველთვის ესე ვამბობ, ყველა სახელმწიფოს აქვს თავის მიზნები და ამოცანები. რამდენად არის ემთხვევა ეს ჩვენი მიზნები ერთმანეთს ეს მათი მიზნები და ჩვენი მიზნები ეს მეორე საკითხია. ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია ბალანსის პოლიტიკა რეგიონში. ამ ბალანსის პოლიტიკას როგორ მოვახერხებთ? ეს არის ნაწილობრივ ჩვენს ხელში. ნაწილობრივ მთლიანად არა, იმიტომ რომ იმდენი მსხვილი მოთამაშეების ინტერესები იკვეთება, ჩვენი ინტერესები ნაკლებად ისვის, მაგრამ მე ერთი რამეს მინდა ხაზი გაუსვა. რამდენადაც კიდე ერთხელ ვიმეორებ ამას, რამდენადაც კონსოლიდირებულები ვიქნები და რამდენადაც მეტр სიბზნეში გამოვიყენებ დიპლომატიის კეთების ჟამს, მით უფრო მეტად გაუწევენ ჩვენს აზრს და ჩვენს ინტერესებს ანგარიშს. არა და არ გაუწევენ ანგარიშს, იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში აი ხშირად ყოფილა ხოლმე, მანამდეც ხშირად დაგვიშვია შეცდომები და ყველა გაგვიშვია ისეთი შანსი ხელი და როდესაც ჩვენთვის ანგარიშის გაწევა, ასე ვთქვათ, მათთვის გვერდ უფრო კარგი შედეგის მომტანი იყო. აი ეს არის თავარი სათქმელი ალბათ. ბატონ მამუკა, ჩვენ 10 წუთზე ცოტა მეტი გვაქვს დრო დარჩენილი. რუსეთს რო დაუთმოთ მცირე დრო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთის პოლიტიკა როგორი იქნება აი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ და უშუალოდ კავკასიაში განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოსთან მიმართებით?
აი ეს ჩაკეტილობა კიდე შენარჩუნდება თუ შეიძლება ისიც მოხდეს რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც ვერ გეტყვი, გააჩნია როგორ განვითარდება რუსეთის მიდგომები აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან. ვერავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მთავრობა ვერ აფადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას იმ შემთხვევაში თუ პროცესი არ დაიწყება. გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ხა წავიდა ის დრო, როდესაც თქვა თურქეთმა წაიღო ჩვენი ტერიტორიის ნაწილი და ასე შემდეგ. შეიცვალა მას მერე ბევრი რამ. და ამიტომ მე მგონია რომ ვერაფერ შეიძლება ის ვითარება რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში შეიძლება მხოლოდ მოხდეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. რაც შეეხება სხვა რამეს, აი მე ამ შემთხვევაში პირველი შემთხვევაა მე მგონი რომ რუსეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია არა ასე ვთქვათ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება პირველ რიგში, არამედ აი ამ კორიდორის ამუშავება, იმიტომ რომ უახლოეს წლებში რაც არ უნდა მოიხსნას. ვთქვათ, სანქციები ერთ ეტაპობრივად შეიძლება მარტო სანქციები მოიხსნას. მეორე არავითარი სანქციები არ მოიხსნება რუსეთს თუ რუსეთი არ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე აი ამ საკითხში, რასაც ქვია ჩინეთი. მოკავშირე თუ არა, ყოველ შემთხვევაში ნეიტრალური მაინც. იმიტომ რომ ჩინეთთან დაპირისპირება ტრამპის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს არის რა ქვია გზავნილი. ხო და რა მოკლედ რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში. ვერავითარ განსაკუთრებულ პოლიტიკას რუსეთი რეგიონში ვერ განავითარებს თუ ეს აფხაზეთის საკითხი არ გადაწყვეტა. აფხაზეთის საკითხი მიმული არის ოფიციალურ თბილისთან. იქ არის რკინიგზის საკითხი, რომელიც ასევე მიმულია ოფიციალურ თბილისთან. პირველად მოგვეცა ეგეთი შანსი, რომ რუსეთის უაღრესად მნიშვნელოვან საჭიროებაზე შეუძლია თბილისს ვეტო დაადოს. ვერავითარი 3+3 ვერ იქნება, თუ ეს საკითხი არ გადაწყვეტს. უბრალოდ შეიძლება 3+3 იყოს, მაგრამ მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტის კონტექსტში. ეხლა სხვადასხვა მე არა მარტო იმას ვამბობ, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა, მაგრამ იმას ვამბობ, რას ფიქრობს ხალხი. ნაწილობრივ. იმიტომ რომ ესე უნდა მოხდეს. რაც შეეხება აფხაზეთის თემას, მე მაგალითად ხედავ ეხლა რომ აფხაზეთის დაჟის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზეზი ის კი არ არის მარტო აფხაზეთის პოზაში დგომა და კანონების არ მიღება. ისიც არის რომ რუსეთის უნდა რომ შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ნუ ეხლა უნდა იმიტომ რომ ჭირდება თორე ხო იმიტომ კი არა რომ გიჯდება საქართველოს თუნდაც სამ ეტაპზე ელემენტარული კონტაქტი დამყარდეს ასე. კონტაქტი დამყარდეს და ეს ამ კონტაქტს კონდეს სხვა ტიპის ურთიერთობა ხომ მეტის თქმის უფლება მე ჯერჯერობით არ მაქვს. გასაგებია. და ეს თემა რომელიც ნუ უახლოეს დღეებში ხვალ არა ზეგ სალომე ზურაბიშვილი გამოსულა, აკეთებს განცხადებას, რომ გვინდა რომ ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან, ანუ ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულები. დარწმუნებული ვარ, დაკავებულები ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან, რადგან რეჟიმს სხვა გზა არ ექნება. ანუ მაინც მუქარის ტონია. რეჟიმს სხვა გზა. თუ ამათ თავად აქვს ნათქვამი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ იქ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები არიან, 15 დღე აქვთ იქ ვადა და მე ისედაც გამოუშვებენ. ახლა ეს ციფრობით ჟონგლიორობა ხომ არ არის? არა, კი, რასაკვირველია. მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანი, ვინც დაპატიმრებული ამ ამბების გამო, უნდა განთავისუფლდეს, იმიტომ რომ დღესასწაულები მოდის და მას მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგად ვიცი, ვინ რა დააშავა და ვინ რა დონის დამნაშავე. მაგრამ ნუ აი ვთვლი, რომ ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი იმისათვის, რომ თუნდაც თავრობის მხრიდანაც იყოს გარკვეული ჟესტი იმისათვის, რომ მოლაპარაკებების სისტემა შეიქმნას. არ შეიძლება სხვანაირად. დათმობაზე უნდა წავიდეს ორივე მხარე. დათმობის ერთ-ერთი ფორმა, მაგალითად აი ეს რაც გითხარით. მე ხო არ ვამბობ, რომ გინდა თორე ხომ გაქანდენ და არჩევნები დანიშნონ. მე ვთვლი, რომ არჩევნები სხვა ფორმით უნდა დაინიშნოს, თუ დაინიშნება საერთოდ. მოკლედ, თავარი არის დათმობა რაღაც გარკვეული დათმობა კი არა, დათბობა. ვითარების, იმიტომ რომ არ შეიძლება ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება მთელ საქართველოს მასშტაბით ხდება ის რომ საზოგადოების ცნობიერებაში ხდება ამის მიშვება ასე ვთქვათ ამ პროცესის არ შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება მე ასე მგონია იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება ამას კარნახობს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მიუხედავად ჩემი ბევრი მცდელობისა 92 წლის 21 დეკემბერს სროლა ვინ დაიწყო ბოლომ მაინც ვერ დავადგინეთ ჩემი ღმერთწმენით მესამე ძალამ დაიწყო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი დაპირისპირების, ასეთი დუღილის, მაღალი დუღილის კონტექსტში ერთი ტყვია გავარდეს და მე სულ დაინგრეს ეს ქვეყანა. ნუ აი ეს არის ჩემი საბოლოო სათქმელი. გამგებმა უნდა გაიგოს. მსმენელმა მით უმეტეს. კი ბატონო, და
ახლა რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას. 11 საათზეა დანიშნული, მოხდება ეს ინაუგურაცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პოზიციას დაიჭერს, რა პოზაში ჩადგება სალომე ზურაბიშვილი? სალომე ზურაბიშვილი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს. თუ ატყობთ ახლა, სალომე ზურაბიშვილს უნდა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა თან წამყვან ადგილზე. ამაში ახლა ეს ლოგიკა კარნახობს. ოშურის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ გამოუშვია მიხეილ სააკაშვილი, რატომაც არ შეიწყვეტა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი ხელშემშლელია. ახლა იცი როგორ საერთოდ, როდესაც წამოაყენეს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, ნუ თუ არავის არ წაუკითხავს მისი ბიოგრაფია. ამ შემთხვევაში გულისხმობ ბიოგრაფია. ხო, ამ შემთხვევაში ბიოგრაფია საქართველოში ყოფნის დღიდან კი არ გულისხმობ, მანამდე რაც ხდებოდა. და გამიკვირდა კიდე. ხო, კარგად გახსოვთ როგორ მოხდა მისი შემოყვანა. კი, როგორ არ მოხდა. და ისიც ხომ კარგად გახსოვთ, რომ სააკაშვილმა როგორ აქო დაადიდა. ნუ ესეთი დიპლომატი ყავსო იქ პირდაპირ ელისეს სასახლეში შესვლის შესაძლებლობებით და ამხელა კონტაქტებით ჯერ ელჩად იყო გამოშვებული, მერე იქ უფლება სარკოზის სთხოვეს საქართველოს მოქალაქეობა უმალდა, შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. და რამდენიმე მთავრობის ხდომაზე იქ მთავრობის კანცელარიაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ხო კვირაში ერთხელ ხომ აჩვენებდნენ. უკვე ანერვიულებული იყო სააკაშვილი. და ისეთი ხისტი გამონათქვამებით მოიშორა ეს ქალი. მე გახსოვთ ალბათ იქ დაპირისპირება იყო, ნუ ბურჯანაძესთან იყო მე მგონი. სწორად მახსოვს იპოდრომზე რო გავიდა ეს ქაჯებიო რო ამბობდა და ფაქტია რომ დააფრთხო სააკაშვილიც. სოციალურ ქსელში იყო გავრცელებული ფოტო, სადაც სალომე ზურაბიშვილი მოხსენებით გამოდის ახალგაზრდა ასაკში კოლუმბიის უნივერსიტეტში. და იქ ასევე იქ ნაცისტებთან მომუშავე, უბრალოდ მე შტატებში გადასროლილი ასაკოვანი პირი იჯდა და იქ უბრალოდ აკავშირებდნენ, რომ აი ეს მომენტში გამოდიოდა რაღაც მოხსენებით სალომე ზურაბიშვილი. და კოლუმბიის უნივერსიტეტს რო ახსენებ, სააკაშვილიც ამ კოლუმბიის უნივერსიტეტში არის გამოზრდილი. ანუ ამზადებდნენ მათ ორივეს. ძლიერად ნათქვამია გამოზრდილი, ხო? სხვაგანაც ამზადებდნენ ორივეს უთაშვილს. ხო და მე უბრალოდ კარგად ვიცნობ ამ ოჯახს, მისი ნუ მოკლედ ყველაფერს ჩემთვის ჩემის მუშაობიდან გამომდინარე მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ ნუ მართლა ესეთი ემიგრანტების ოჯახი იყო, გარდა მაგისა მისი მეუღლეებიდან ორი მეუღლეს კარგად ვიცნობდი. ჩანდრიკაშიას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, გოგი გურჯისტანის ახლობელი იყო ჩემი. მოკლედ ეხლა სხვა რამე მინდა ვთქვა, რომ მოკლედ ბიოგრაფია რო წაეკითხათ, მაშინ დასკვნებს გააკეთებდნენ. იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის, ვერ იქნება დამოუკიდებელი. ყოფილი სპეცსამსახურების თანამშრომლები თითქმის არ არსებობენ. კი, და განსაკუთრებით ხაზგასასმელია, როდესაც ამერიკელების ეგიდით გაეროში შეიქმნა კომისია ირანის დოსიესთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა სალომე ზურაბიშვილი. ნუ აქ რა კითხვაზე უნდა პასუხი გაცემ. თან მე ამ შემთხვევაში ბიოგრაფიაზე როცა ვლაპარაკობ, იმ გზაზე კი არ ვლაპარაკობ, ხოლმე რაც გაიარა, იმის ხასიათზე ვლაპარაკობ, რომელიც ამ გზის გავლის დროს შემოღალიბდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის უაღრესად ხისტი ხასიათი. და მიდგომების სხვადასხვანაირი ტიპის მიდგომა რიგს აკითხებდა. მოკლედ ეხლა სალომე ზურაბიშვილის საუბარად ხარ შევიყარეთ. არა, რა თქმა უნდა. თავარია მე გეტყვით ერთ რამეს, რადგან ამ ადამიანს ეს ამოცანა დასახული აქვს, პლუს ამ ამოცანის რეალიზაციას მავანი მხარს უჭერს გულისხმობს საზღვრავს გარეთ, პლუს აქაური ოპოზიციაც, რომელიც გუშინ უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა სალომე ზურაბიშვილის დღეს შეცვალეს აბსოლუტურად ფირფიტ და ნუ ოპოზიციის ნაწილმა. ამიტომ თვლი რომ წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე. ხო, ეს ორბელიანი სასახლეში იქნება თუ ქუჩაში გამოვა, მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ცხელი 29 დეკემბერი რო გველის ფაქტია. მოუწოდებენ რომ დანიშნე არჩევნებიო. და თუნდაც ასე შეიძლება გადაფრინდეს, დაჯდეს პარიზში, ჩართოს, აი როგორც პაშინიანი აპირებს ჩართვას იქ ევრაზიული კავშირის რო თქვა რომ ონლაინ ჩავერთვებიო და იქიდან გააკეთოს განცხადება, დაარტყას მუშტი და აი აუცილებლად დანიშნეთ აი თარიღი დაასახელოს. არა, ეს ახლა ნუ რაც არ უნდა თქვას ესეთი, მაგას მნიშვნელობა აღარ ექნება, იმიტომ რომ მის ესე თქვა სტატუსიდან გამომდინარე, რამდენადაც მე ვიცი, რაც არ უნდა დანიშნოს, შეუძლიათ კონტრდანიშნა გააკეთო.
რა გითხრათ ახლა მე მაინც მგონია რომ რაღაცა ტიპის კომპრომისი უნდა შედგეს მეთქი ჯიუდად ვიმეორებ ამას და ახლა კომპრომისი ვისა და ვის შორის უნდა შედგეს ეს მხარეებმა გადაწყვიტონ თვითონ მე მაინც მგონია რომ მიტინგზე მდგომ ადამიანებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის რეჟიმი უნდა შეიქმნას კიდე ერთხელ ვიმეორებ იმ ადამიანებთან ერთად რომლებსაც მართლა გულით უნდათ არა ვთქვათ ომი და უბედურება არამედ საქართველოსთვის უკეთესი ხვალინდელი დღე და ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ, ხო ვიცით სახელები და გვარებით ვინ არის. აქედან გამომდინარე, მათთან კომპრომისიც არ არის აუცილებელი მე თვითონ. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკვე წამოვიდა ესეთი ხარდამჭერი მილოცვები, გუშინ მაგალითად ერდოღანმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს არჩევა. ესეც ფაქტორია. ეს ამბავი. ძალიან ფაქტორია და რატო არ აკეთებდა აქამდე ალბათ დაფიქრდით. და იცით რატომაც არ აკეთებდა. კი, პაუზა იყო, აშკარა პაუზა. აი ახლა რატო გააკეთა, ესეც მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს ერდოღანს მარტო თვითონ რა მიუღია გადაწყვეტილება, ეს შემთთვის ცნობილია. კი, დაზვერვა უზადოდ მუშაობს თურქული დაზვერვა და შესაბამისად ის კაცი, ვინც ახლა ხელმძღვანელობს თურქულ დაზვერვას, უშუალოდ ერდოღანის პრესდივანი იყო თავის დროზე, თუ მეხსიერება არ მღალატობს. შესაბამისად აი თქვენ გულისხმობდით ალბათ არ ვიცი შეიძლება მეშლება თუ დამიდასტურებთ deep states ეგრეთ წოდებულს რომელზეც deep state-ის ალაპარაკოთ რომ დაგვრჩა? დაგვრჩა სხვათა შორის 2 წუთი დაგვრჩა და ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ ხო ამ deep state-ის ხსენება ერთ-ერთმა პირველმა მე მომაწერეს რომ კიდე თუ არა შენ თქვიო და ვიმეორებ რომ მე არ მითქვა ეს ეიზენჰაუერმა თქვა პირადად მე კენედიმ გაიმეორა, რასაც შეეწირა კიდევაც და მე უკვე ტრამპი ხო ვეღარ გავაჩერეს სულ ამ deep state-ზე ლაპარაკობს. ეს და მეორე მხარე ცდილობს რომ განმარტოს სხვანაირად deep state. რაც არ უნდა მარტო სხვანაირად ერთი ეს არის სისტემა, რომელიცაც აქვს პერკეტები, როგორ იმოქმედოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ამა თუ იმ ქვეყანაში. ხო და ეს deep state-ი არსებობს, შემოკარგება არ უნდა ეხლა ამას ლაპარაკიდეთ, რაღაც მოგონება რომ ეს არის რაღაც ზღაპრები და ასე შემდეგ. არსებობს ასეთი ძალებით ეს ტერმინი ჩვენ არ მოგვიგონია ეიზენჰაუერმა ვიხმარა პირველად. სკელ ყდიანი წიგნი მართალია რუსულად ლიცომ კლიცუს ამერიკაი. და ეიზენჰაუერის ვიზიტი იყო იქ აღწერილი, უბრალოდ ხრუშჩოვის ვიზიტი, როდესაც ჩავიდა, ახალი ხომალდი იყო მაშინ ეს თუ 114 და ამერიკული ტრაპი რომ მიადგა სიმაღლე დააკლდა და ხრუშჩოვი რო გადმოვიდა ეს შლაპა ხო ეხურა და აი ჩვენი ავიაცია მაინც ჯობია თქვენსას ამერიკულს უფრო მაღალ ბორბლებზე ვდგავართო და ნუ მე ეს ისეთი მომენტი ხო მოგეთ არის ეს deep state არსებობს და ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი და ეს ამაში თავის ლოგიკაც არის ხო მე არაერთხელ მithkoms და კიდე ერთხელ ვიმეორებ აი გადახედეთ ევროპელი ლიდერების ასე ვთქვათ დონეს ყველაფერი კეთდება ბოლო 20 წლის განმავლობაში როგორც პოლიტიკაში ისე საზოგადოებრივ აქტივობაში რაც შეიძლება შემცირდეს ქარიზმატული ლიდერების რაოდენობა და აღარ იყოს ვთქვათ პოლიტიკაში ესეთი ადამიანები რომლებიც იქნებიან თვითნებური ქარიზმატულები ახლა ტრამპი ამ თვალსაზრისით არის განსხვავება და კიდევაც მოკინაღა მოკლეს ეს კაცი ორჯერ იყო მასზე თავდასხმა და ისეთი ფიგურები როგორც იყვნენ ევროპულ პოლიტიკაში როგორც არის თქვა დეგოლი, ტეტჩერი და ასე შემდეგ ესეთი ფიგურები აღარ არიან და ეს შეგნებულად კეთდება ზუსტად იმ ძალების მიერ რომელსაც სურვილი აქვს და შესაძლებლობა აქვს აკონტროლონ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკა ასეთი ძალები არსებობენ ამერიკაში მათ ქვიათ deep state კი ნუ მართული მენეჯერები რო ყავდეთ რა დიდი მადლობა ბატონო მამუკა საინტერესო საუბრისთვის მაგარი რამით დავამთავრეთ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მე ხვალ 16 საათამდე გემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის